წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სხეულში არის ორგანო, რომელიც თქვენს განწყობაზე, შესაძლოა ტვინზე მეტადაც კი მოქმედებს, მაგრამ მის შესახებ დიდი შანსია არასდროს გსმენიათ. ხო და დღეს სწორედ ამ საოცარ, მაგრამ ხშირად სრულიად შეუმჩნეველ სამყაროს, ანუ ნაწლავის მიკრობიომს ჩაუღრმავდებით. აბა, დაფიქრდით, ხომ არ გეცნობათ ეს შეგრძნებები, მუდმივი დაღრილობა, სტრესი, ან იქნებ იმუნიტეტი გაქვთ დაქვეითებული და ადვილად ავადდებით. იცით, ეს კითხვები უბრალოდ ყოველდღიური წვრილმანები არ არის და პასუხი შესაძლოა თქვენს სხეულში იმალებოდეს, თანაც ყველაზე მოულოდნელ ადგილას. და ისიც, ჩვენი ამბის მთავარი გმირი, ნაწლავის მიკრობიომი. უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც ორგანო. ეს არის მთელი ცოცხალი ეკოსისტემა თქვენ შიგნით, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით თქვენი ჯანმრთელობის დირიჟორია. მაშასე, მოდით დავიწყოთ. რატომ ხდება, რომ ზოგიერთი მეცნიერი ამ მიკროსკოპული არსებების გროვას ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს უწოდებს? პასუხი გარწმულებთ ნამდვილად გაგაოცებთ. და ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ გეგონოთ. ეს არის ბიოქიმიკოსის ერიკა ებელ ენგლის ძალიან თამამი განცხადებაა. იცით, რას ნიშნავს თქვა, რომ რაღაც ტვინზე ან გულზე უფრო მნიშვნელოვანია? ეს ხომ მთელი რევოლუცია. მოდით ვნახოთ, რატომ შეიძლება ის მართალი იყოს. წარმოიდგინეთ, თქვენი ნაწლავი არის ერთი დიდი ხალხმრავალი მეტროპოლისი. ამ ქალაქში ტრილიონობით ბინადარია. ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები. ეს არის თქვენი პირადი შინაგანი სამყარო, რომელიც მუდმივად 24 საბძე მუშაობს თქვენი კეთილდღეობისთვის. უბრალოდ შეხედეთ ამ საოცარ კონტრასტს. მარცხენა მხარეს გვაქვს ჯამთელი ნაწლავი, რომელიც გვაძლევს ენერგიას და კარგ განწყობას, მარჯვნივ კი სრული დისბალანსი, რომელიც იწვევს ყველაფერს, შფოთვიდან დაწყებული სერიოზული აუტოიმუნური დაავადებებით დამთავრებული. აი სწორედ აქ გადის უხილავი ხაზი ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას შორის. კარგი, გასაგებია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აბა როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? როგორ აქცევს ჩვენი ნაწლავი, ვთქვათ, ბროკოლის ნაწერს ბედნიერების შეგრძნებად, ან ერთმუჯა ნუს მოტივაციად? დროა შევიხედოთ ამ საოცარ ქიმიურ ლაბორატორიაში. ალბათ ყველას გაგვიგია ეს ფრაზა. შენ ხარის, რასაც შენ ჭამ. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ეს არა მხოლოდ რაღაც ფილოსოფიური გამონათქვამი, არამედ პირდაპირი კონკრეტული ბიოქიმიური ფაქტია? იცით, მთელი ეს მაგია ფაქტობრივად სამ ძირითად მოლეკულას ეყრდნობა. ეს არის სამი უმნიშვნელოვანესი სამშენებლო ბლოკი, რომლებსაც საკვებიდან ვიღებთ და რომლებიც საბოლოო ჯამში ჩვენი განწყობის ენერგიისა და ზოგადი ჯანმრთელობის საფუძველია. დავიწყოთ პირველით, ეს არის ტრიპტოფანი. ალბათ გსმენიათ მადლიერების დღის ტრიპტოფანის კომაზე, ინდაურის ჭამის შემდეგ რომ ეწყებათ ხოლმე. ხო და სწორედ ეს ამინომჟავა ამაში დამნაშავე. აი რა ხდება, თქვენი ნაწლავი იღებს ამ ტრიპტოფანს და გარდაქმნის მას სეროტონინად. ანუ როგორც ეძახიან ბედნიერების ჰორმონად და მელატონინად, რომელიც ჩვენს ძილს არეგულირებს. ანუ წარმოიდგინეთ, საკმარისი ტრიპტოფანის გარეშე თქვენს სხეულს უბრალოდ არ აქვს ნედლეული, რომ თავი კარგად იგრძნოთ და მშვიდად დაიძინოთ. ჩვენი მეორე გმირი არის თიროზინი. ესეც უმნიშვნელოვანესი ამინომჟავაა, რომელსაც მაგალითად ნუშის, ოსპის ან სხვადასხვა თესლისგან ვიღებთ. და ის ფაქტობრივად ჩვენი მოტივაციის მთავარი საწვავია. თიროზინი გარდაიქმნება დოფამინად, რომელიც მოტივაციას და მიზანდასახულობას გვაძლევს და ადრენალინად, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ექსტრემალურ სიტუაციებში. აი მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ მთის ლომი გამოგეკიდათ. სწორედ ადრენალინი გაძლევთ ძალას, რომ იბრძოლოთ ან გაიქცეთ. და ბოლოს მესამე მოლეკულა, ცოტა რთული სახელით, ინდოლ 3 ლაქტური მჟავა, ანუ ILA. მას ვიღებთ ფერმენტირებული პროდუქტებიდან, როგორიცაა ვთქვათ კიმჩი, მჟავე კომბოსტო ან თუნდაც ჩვეულებრივი მწნილი. და ის, რასაც ჩვენი ნაწლავი მისგან ქმნის, ნამდვილი სუპერძალაა. თქვენი ნაწლავის ბაქტერიები ამ მჟავას იღებენ და გარდაქმნიან მას ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტად. ანტიოქსიდანტები კი ჩვენი უჯრედების პირადი მცველები არიან. ისინი ებრძვიან იმ დაზიანებას, რომელიც იწვევს უამრავ დაავადებას, მათ შორის კიბოსაც კი. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პირობა. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე სასარგებლო საკვები. მაგრამ თუ თქვენი მიკრობიომი ჯანმრთელი არ არის, ეს ყველაფერი უბრალოდ ფუჩია. ბაქტერიების სწორი გუნდის გარეშე ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებები უბრალოდ ვერ შეიქმნება. მაშ როგორ ვქნით ამ სწორ გუნდს? რა ხდის მიკრობიომს ძლიერსა და ეფექტურს? პასუხი რეალურად ერთ სიტყვაშია: მრავალფეროვნება. აი წარმოიდგინეთ, თქვენი ნაწლავის ბაქტერიები როგორც მუშათა გუნდი. ჯანმრთელ ნაწლავში გყავთ ძალიან მრავალფეროვანი გუნდი. სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტები, რომლებსაც ყველანაირი საკვების გადამუშავება შეუძლიათ. არაჯანმრთელში კი გყავთ მხოლოდ 1-2 ტიპის მუშა, რომელსაც მხოლოდ ერთი კონკრეტული საქმის კეთება შეუძლია. ანუ როდესაც ვთქვათ მხოლოდ ჰოთ-დოგებით ან პიცით იკვებებით, თქვენ კვებავთ მხოლოდ იმ ბაქტერიებს, რომლებიც ამ კონკრეტულ საკვებს ამუშავებენ.
დანარჩენები პირდაპირ მნიშვნელობით შიმშილით იხოცებიან. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ დაკარგული მრავალფეროვნების აღდგენა ზოგჯერ წარმოუდგენლად რთული თუ შეუძლებელი არა ხდება. კარგით, თუ მრავალფეროვნება ასეთი მნიშვნელოვანია, მაინც რა უშლის მას ხელს? მოდით, დავასახელოთ ჩვენი მიკრობიომის მთავარი მტრები, რომლებიც სამწუხაროდ თანამედროვე ცხოვრებაში საკმაოდ ბევრია. აი ჩვენი 4 მთავარი დამნაშავე. გადამუშავებული საკვები ჩვენს კარგ ბაქტერიებს უბრალოდ აშიმშილებს. ანტიბიოტიკები ხო საერთოდ ბირთვული ბომბებითაა, კარგსაც და ცუდსაც ერთად ანადგურებენ. ქრონიკული სტრესი პირდაპირ წამლავს ჩვენს ნაწლავს, ხოლო ზედმეტი სტერილურობა და ჰიგიენა ჩვენს იმუნურ სისტემას ვარჯიშის და განვითარების საშუალებას არ აძლევს. კარგი ამბავი ისაა, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის. ამ მტრებთან ბრძოლა ნამდვილად შესაძლებელია. მოდით, ახლა ვნახოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. აი ეს არის თქვენი მარტივი 4-საფეხურიანი გეგმა შინაგანი ფიტნესის გასაუმჯობესებლად. პირველი, დაიწყეთ მრავალფეროვანი ნამდვილი საკვებით. მეორე, ისწავლეთ სტრესის მართვა. მესამე, იმოძრავეთ თუნდაც ცოტა და მეოთხე, თუ საჭიროა, გონივრულად შეარჩიეთ დანამატები. ხედავთ, ეს არ მოითხოვს რევოლუციას, მხოლოდ მცირე, მაგრამ თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც თავს უგუნებოთ, დაღლილად ან უბრალოდ არა ფორმაში იგრძნობთ, ერთი წამით შეჩერდით და დაგეკრდით. იქნებ ეს თქვენი ნაწლავის ხმა, რომელიც რაღაცას გეუნობათ, იქნებ დროა, რომ მას ნამდვილად მოусმინოთ